მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეს გადაცემა სპორტული ცენტრია, მე ლაშა მოისწრაფიშვილი გახლავართ. დღევანდელ გადაცემას ქვიშის ფეხბურთს დავუთმოთ. ქვიშის ფეხბურთი, beach soccer არის ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სახეობა, რომელიც სპეციალური სტანდარტების მქონე მოედანზე იმართება. საპლაჟო ფეხბურთი სამშობლოდ ბრაზილია ითვლება, კერძოდ რიო-დე-ჟანეირო. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა წლებში ადგილობრივები კოპაკაბანასა და სხვა პლაჟებზე ფეხბურთს ქვიშაზე თამაშობდნენ. 1950 წელს გაიმართა პირველი ოფიციალური ტურნირი, ხოლო სპორტმა თანდათან საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა. 1992 წელს შეიქმნა ერთიანი წესები და დაიწყო სპორტის თანამედროვე განვითარების ეტაპი. 1993 წელს გაიმართა პირველი პროფესიული საერთაშორისო ტურნირი, ხოლო 1995 წელს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, მაშინ ჯერ კიდევ FIFA-ს ოფიციალური სტატუსის გარეშე. 2005 წლიდან საპლაჟო ფეხბურთი ოფიციალურად შევიდა FIFA-ს სისტემაში და იმავე წელს გაიმართა პირველი ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში ქვიშის ფეხბურთის განვითარება 2010 წლიდან იწყება. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა ქვიშის სახეობათა შორის. ჭაბა, მოგესალმები, ჩვენი ქალაქი ბათუმი მე-9-ჯერ მასპინძლობს ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს. მოდი რომ გავიხსენოთ პირველი ეტაპები, როგორ ვიწყებდით, მაშინ გარკვეულწილად მეც ვიყავი ჩართული ამ პირველ ესე ვთქვათ ჩემპიონატში, ოღონდ ეს არ იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით და აი მოდი გავიხსენოთ ნელ-ნელა როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. მოგესალმები, ლაშა, ძალიან რთული გზა გაიარა აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარება, ფაქტურად ნოლიდან მოგვიწია დაწყება. ზოგადად ისტორია იწყება 2009 წლიდან, როცა ყალიბდება აჭარის ქვიშის ფეხბურთის ფედერაცია და იქმნება პირველი ლოკაცია, ძველი მოედანი ჩვენი და ფაქტურად ვიწყებთ უკვე პირველ აქტივობებს, ეს იყო ადგილობრივი დონის ღონისძიებები და უკვე გარკვეულწილად შემდეგ ვიწყებთ საერთაშორისო საკლუბო დონის ჩემპიონატების ორგანიზებას, რაც ძალიან დაგვეხმარა ზოგადად სპორტული აქტივობის და სპორტის სახეობის პოპულარიზაცია, შემდეგ თავიდან ზოგადად არავინ ინფორმაცია არ ჰქონდა ამ სპორტის შესახებ. და უკვე შემდგომში 2016 წელს, როცა ლევან კობიაშვილი მოვიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელად, მასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად უკვე შესაძლებლობა მოგვეცა, რათა დაგვეწყო საქართველოს რეგულარული ჩემპიონატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვნად წინადადგმული ნაბიჯია ამ სპორტის სახეობის კიდევ უფრო განვითარებისთვის. შეიქმნა რიგი გუნდები და კლუბები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, დაიწყო რეგულარული ჩემპიონატი, მნიშვნელოვანია რომ ჩემპიონი გუნდი და ვიცე-ჩემპიონი გუნდი მონაწილეობას ღებულობენ შემდგომში ევროპის ჩემპიონთა თასზე, საკლუბო, რომელიც ყოველწლიურად პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ტარდება და მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ქალაქის გუნდის ბათუმის გუნდი, მაშინ ბათუმის დინამოს სახელით ასპარეზობდა, ძალიან რეიტინგული გუნდი იყო, საკლუბო რეიტინგში 10 საუკეთესო გუნდში შედიოდა და ამან მეტწილად მაშინ სანაკრებო ტურნირის წარმატებას გამოიწვია 2019 წელს ჩვენ გავხდით პორტუგალიაში ერთ-ერთი ეტაპის, ევროპის ერთ-ერთი ეტაპის ბ-დივიზიონის გამარჯვებულები სხვათა შორის. შემდეგ პანდემიის დროს პაუზა ჰქონდა და 2021 წელს ფაქტიურად 21 წლის შემდეგ ფაქტიურად გავაგზავნეთ უკვე აქტიურად განვითარება ამ სპორტის და ყველაზე დიდი უკვე ფაქტიურად ეს რევოლუცია ამ სპორტის სახეობაში ეს იყო 2 წლის წინ აი ამ არაჩვეულებრივი მოედნის აშენება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ და ფაქტიურად ევროპის ჩემპიონატის დაწყება, რამაც ახალი ბიძგი მიცა, ახალი სიცოცხლე მიცა ამ სპორტის სახეობას. უკვე ჩავატარეთ ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ეტაპი, ეს იყო პირველ წელს ბ-დივიზიონი და მეორე წელს უკვე ა-დივიზიონს უმასპინძლა. ა-დივიზიონი გამორჩეული იყო იმით, რომ სოფლიოს ძალიან ძლიერი და ტოპ ქვეყნის გუნდები იყვნენ ჩამოსული და ძალიან მაღალი კლასის სპორტსმენები, რომლებმაც სხვადასხვა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ჩვენ ქალაქს, ჩვენ ტურნირს, ჩვენ სტადიონს და ეს არ გამორჩენია უყურადღებოთ ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციას და წელს გადმოგცა ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, პრიზი
და ბათუმი დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ღონისძიებად. ეს გამორჩეული იყო იმით, რომ 15 ქალაქი იყო პრეტენდენტი, 15 ქვეყნის 15 ქალაქი იყო პრეტენდენტი ჩვენი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბათუმი გამოირჩა და დაჯილდოვდა. ეს წევს, რა თქმა უნდა, თამასას, ეს რა თქმა უნდა წევს პასუხისმგებლობას და ჩვენც ახლა უკვე ყოველწლიურად უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ იმაზე ნაკლები ტურნირი არ ჩავატაროთ, რადგან უკვე მივაჩვიეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ კუთხით, რომ ნელი ნაბიჯებით მივიწევთ, რათა გარკვეული წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენმა ქალაქმა კიდევ უფრო დიდ ტურნირს უმასპინძლოს. ნუ გარდა იმისა, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი დიდი მოვლენა, რაც უკვე ტრადიციად იქცა, უკვე მესამე წელი არის, რაც ტარდება ბათუმში ევროპის B დივიზიონი. გარდა ამისა, კიდე რა მაღალი კლასის და მაღალი დონის ჩემპიონატი შეიძლება გაიმართოს ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ ქალაქ ბათუმში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჩემპიონატის ორგანიზებისთვის ჩვენ 5 წლიანი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული მსოფლიო ფედერაციასთან და აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელი ხდება ძალიან თანმიმდევრული მიმართულებით და ჩართულია მასში როგორც აჭარის სპორტის დეპარტამენტი, აჭარის კულტურის სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის სპორტულ ცენტრთან ერთად. ეს ერთობლივად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და აჭარის ფეხბურთის ფედერაციას ეხმარება ყოველწლიურად ეს მაღალი რანგის ტურნირის უმასპინძლოს. ჩვენ დაგვჭა ფაქტურად 3 ღონისძიება კიდე ჩასატარებელი ამ ვალდებულებით მიხედვით და რა თქმა უნდა ამის შემდგომ და ზოგადად ყოველწლიურად ხდება დაკვირვება, ანალიზი ფეხბურთის ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაცია გვიგზავნის ხოლმე იმ შენიშვნებს, იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა გავითვალისწინოთ და საერთო სავალი გზა და საერთო მიზანი არის ის, რომ ჩვენმა ქალაქმა ჩვენიერ დღეს უმასპინძლოს ფეხბურთის ფეხბურთის ყველაზე გრანდიოზულ და ყველაზე დიდ ღონისძიებას მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც მნიშვნელოვანია და აღნიშნოთ, რომ FIFA-ს ეგიდით ტარდება, FIFA არის ორგანიზატორი და ესეთი დიდი ტურნირის მასპინძლობა, რა თქმა უნდა, ყოველი ბათუმელის და თითოეულ ჩვენთაგანისთვის იქნება რაღაც ძალიან დიდი გამარჯვება და მინდა ეს ვისურვო და ჩვენ არაფერს არ დავიშურებთ, რომ ამ გზაზე სწორად ვიაროთ, თანმიმდევრულად ვიაროთ და მივახციოთ ერთ დღესაც მივიღოთ ინფორმაცია, რომ ბათუმი შეირჩა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქად. დიდი მადლობა ჯაბა და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ. ცოტა რამ თამაშის წესების შესახებ. თითოეულ გუნდში მოედანზე თამაშობს 5 ფეხბურთელი, მეკარის ჩათვლით. მატჩი შედგება 12 წუთიანი 3 პერიოდისაგან. თამაში მიმდინარეობს მხოლოდ ქვიშაზე. მოთამაშეები თამაშობენ ფეხშიშველებით. სპორტის ეს სახეობა გამოირჩევა სანახაობრივი დარტყმებით, აკრობატული მოძრაობებითა და ხშირი გოლებით. საპლაჟო ფეხბურთი ბიჩ სოკერ განსხვავდება როგორც კლასიკური ფეხბურთისგან, ისე ფუტსალისაგან. განაცხადში შეიძლება იყოს 12 მოთამაშე, მათ შორის 7 სათადარიგო. შეცვლების რაოდენობა შეზღუდული არ არის და ისინი მატჩის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს. ტაიმებს შორის 3 წუთიანი შესვენებაა. დრო ჩერდება მაშინ, როდესაც ბურთი თამაშგარეთ გადის, ინიშნება ჯარიმა, გოლი გადის ან მოთამაშე ტრამვას იღებს. ამიტომ რეალური სათამაშო დრო უფრო მეტია, ვიდრე 36 წუთი. ასევე საყურადღებოა, რომ საპლაჟო ფეხბურთში მატჩი ფრედ არასოდეს სრულდება. თუ ძირითადი დრო დასრულდა თანაბარი ანგარიშით, ინიშნება 3 წუთიანი დამატებითი დრო. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, ტარდება პენალტების სერია. მოთამაშეები თამაშობენ ფეხშიშველებით. წინდებისა და ფეხის დამცავის გამოყენება ნებადართულია. ბურთი ჩვეულებრივ ფეხბურთის ბურთზე ოდნავ მსუბუქია, რათა ქვიშაზე უკეთ იმოძრაოს. ოფსაიდი არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე მიიღოს გადაცემა, რაც თამაშს ბევრად უფრო სწრაფსა და სანახაობრივს ხდის. თითქმის ყველა საჯარიმო დარტყმა პირდაპირ კარში სრულდება. საჯარიმოს შესრულებისას დამცველები კედელს არ აყენებენ. ჯარიმა როგორც წესი უნდა შეასრულოს იმ მოთამაშემ, რომლის წინააღმდეგაც დარღვევა მოხდა. ბურთის აუტიდან თამაშის შეყვანა შეიძლება როგორც ხელით, ისე ფეხით, რაც საპლაჟო ფეხბურთის ერთ-ერთი უნიკალური წესია. ქვიშის ფეხბურთი მოითხოვს მეტ ფიზიკურ მომზადებასა და გამძლეობას. ქალაქ ბათუმში არაერთი სპორტული ღონისძიება იმართება, რაც ხელს უწყობს სპორტისა და სპორტული ტურიზმის განვითარებას. მათ შორისაა ქვიშის ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატი და ევროპის B დივიზიონის გათამაშება.
რომელსაც მხარში უდგას ბათუმის სპორტული ცენტრი. ბათუმის სპორტული ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ქვიშის ფეხბურთის სექცია, რომელიც მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატში. ბათუმის სპორტული ცენტრი ფინანსურ ნაწილში და ორგანიზების ნაწილში ჩართული არის ევროპის B დივიზიონის მასპინძლობაში. არსებული ინფრასტრუქტურა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენთან ბათუმში ზღვის სანაპიროზე გაიმართოს საერთაშორისო ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქალაქში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში კერძოდ ქალაქ ბათუმში ქვიშის ფეხბურთის განვითარება 2010 წლიდან იწყება. ამ სახეობის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ გარდა ვაჟთა შორის ჩემპიონატისა იმართება ტურნირები ქალთა და ჭაბუკთა შორის, ასევე იმართება სასკოლო ლიგის გათამაშება. ბათუმი და ზოგადად აჭარა ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონი გახლავთ, სპორტული ტურიზმი მაშინ საერთოდ ესეთი ტერმინი არ არსებობდა და გაჩნდა ზოგადად სპორტული ტურიზმი ესეთი ტერმინი ქვიშის ფეხბურთთან ერთად. იმიტომ რომ 2010 წელს უკვე ჩვენ პირველი ჩემპიონატი ჩავატარეთ საერთაშორისო მათ შორის და უკვე 2012 წლიდან სათავე აიღო უკვე რეგულარულმა ჩემპიონატმა. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იყო ესეთი, რომ შესაბამისად ყოფილიყო ეროვნული ჩემპიონატიც. იმიტომ რომ მხოლოდ საერთაშორისო ტურნირების ფონით ვერ გავიდოდით. შიდა რესურსი გჭირდებოდა, იმიტომ რომ სპორტის სახეობა რო განვითარდეს, აუცილებელია გარკვეული რესურსი ადგილობრივ დონეზეც იყოს რა. შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2 წლის განმავლობაში ეს პროცესი დინამიურად მიმდინარეობდა, ვითარდებოდა. შეიქმნა ინფრასტრუქტურა უკვე 2012 წელს პირველი ქვიშის ფეხბურთის სტადიონი აშენდა, აი მაგნოლიას მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაშორის მინდა გითხრათ, რომ აქაც ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი ადამიანის დარწმუნება, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ ჰქონდათ დაჯერება ამ სახეობის მიმართ. ნუ გასაგებია, რომ დიდი ფეხბურთი გაცილებით უფრო ეფექტურია, გაცილებით უფრო სანახაობრივია და ყველა დიდ ფეხბურთზე იყო და ეხლა სკეპტიკურად უყურებდა ყველა, რომ ქვიშის ფეხბურთი რა უნდა იყოს ესეთი, ხო? მაგრამ ნახე რა მაგარი სახეობა და თავიდან ბოლომდე უხდება ზღვისპირა ქალაქებს. ქვიშა წარმოადგენს ძალიან კარგ სტიმულატორს დიდი ფეხბურთის თამაშისთვის. იმიტომ რომ ჩვენ წამყვანი კლუბები, მადრიდის რეალი, ბარსელონა და მათი ბაზებზე ვხედავთ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ჩდება ქვიშის მოედნები. ეს ფეხბურთელებს დამატებით აძლევს ვარჯიშის გარკვეულ ეტაპს, რომელიც გულისხმობს ქვიშაში ვარჯიშს. ახალგაზრდისთვის კუნთების ფორმირების პროცესში, ორგანიზმის ფორმირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ქვიშაზე ვარჯიში. და პოპულარიზაციის თვალსაზრისით ახალი თაობის დინამიური და საჭიროა იმისთვის, რომ ვიღაცამ ეს ბიჭები ჩაანაცვლოს მას შემდეგ, როცა ეს უკვე სპორტულ ასაკში აღარ იქნებიან რა. ამიტომაც ძალიან პოპულარულია, მინდა გითხრა, არა მარტო ბავშვებში, არამედ სხვადასხვა ასაკებში შემთხვევაში, მათ შორის ქალთა აღნიშნე შენ, ქალებშიც პოპულარული გახდა ძალიან. ბათუმი მრავალგზის ჩემპიონია. საერთოდ ბათუმმა აი ესეთი ესტაფეტა აიღო ქვიშის ფეხბურთის. ნუ ჩვენ გვაქვს ყველაზე ბევრი ინფრასტრუქტურა მიმართულებით და ბუნებრივი ეს ამ ხრივაც იქნებოდა ეს. თუმცა თბილისის ფედერაციამაც მინდა გითხრათ, ქვიშის მოედანი გააკეთა, არც ისე დიდი მასშტაბის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში და დედაქალაქი მაინც ჩვენ გვყვევავს გარკვეული რესურსით, რადგან ეს რესურსი ძალიან დიდია. მხოლოდ რეგიონის რესურსი ჩვენ ვერ გავხაჭავთ. ჩვენ ესეთი ოცნება გვაქვს, რომ მთელი შავი ზღვისპირეთი მოვიაროთ ამ მიმართულებით. ჩვენ გქონდა მალთაყვაში ერთი ეტაპი ჩემპიონატისა, ჩვენ გქონდა ურეკში ერთი ეტაპი ჩემპიონატისა. შემთხვევაში გვინდა და ვიმედოვნეთ, რომ ხოთშიც გვექნება ეს ეტაპი და ანაკლის სანაპიროზე. აგრეთვე ჩვენი ოცნებაა, რომ ოდესმე აფხაზეთშიც სოხუმის სანაპიროზე ერთ კარგ ეროვნული ჩემპიონატის ეტაპს და საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლებს. სპორტული ცენტრი, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება წარმატების საწინდარია.